დაწმინდისა სულისა ამენ. ქრისტიანს. ძალიან მოკლედ შევეხები ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ჩვენს ქალაქში, ჩვენს ქვეყანაში. ისიც რაც ხდება რამოდენიმე დღის წინ, ამაზე ჩვენ აღარ შევჩერდებით. ჩვენ ვისაუბრეთ როგორი ძიემეცოდვა მომად მალდობა, გარკვეული ცხოვრების წესი და ასევე ამისი აფიშირება, რეკლამირება, რომელიც არის მავნე ზეგავლენის ფონდე მოზარდ-თაობას. და ისიც ჩვენ საზოგადოებამ გამოხატა პროტესტი ამასთან მიმართებაში. შეიკრიბა რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე სხვადასხვა საზოგადოების ცნობილი პირები, წევრები და თქვენს ჩვენ არ დაუშვებთ თბილისში გეი აღლუმის მოწყობას. ბუნებრივია მათი შეშფოთება სამართლიანი იყო და ჩვენც ეკლესიის წევრები შევუერთდით ამ პროტესტს. შემდგომში რაც მოხდა ყველას გვახსოვს, იყო პოლიციის რამოდენიმე კორდონი, გადაკეტილი იყო რუსთაველის კამზირი. ჩვენ პოლიციელებს ვთხოვდით, რომ მათ ნება დაერთოთ ჩვენთვის, წავსულიყავით ვიტანიობით, ჩვენ სამხედროება ვიდგებოდით წინა მხარეს, საკმაოდ რაოდენობა იყო სამხედროებისა, მადლობა ღმერთს. გავივიდით აი ამ პერიმეტრზე, ჩვენს უკან წარმოვიდოდა ჩვენი რეული, ასევე სხვა ადამიანების, საზოგადოების ნაწილი და დაინახავდნენ ეს ადამიანები, რომ ჩვენ ბუნებრივია მივიდივართ, შვიდობით ისინი დაგვეცლებოდნენ. აი ესეთი ჩვენი თხოვნა იყო ძალოვანი სტრუქტურების მიმართ, მაგრამ მათ ჩვენს თხოვნას ყური არ ათხოვეს, მოხდა გზის გადაკეტვა და ბუნებრივია ჩვენ ხედავდით აი ზედამ მხრიდან, რომ თავისუფლების მოედანზე იყო მოძრაობა და ეწყობოდა უკვე ნელ-ნელა ეს გეი აღლუმი. ბუნებრივია ხალხმა, საზოგადოებამ ეს ვერ მოითმინა, მოხდა აი პოლიციის კორდონის გარღვევა, შეუძლებელია 100,000 კაცი და შეიძლება კიდე მეტი პოლიციამ რაიმე ძალამ გააჩეროს, მით უმეტეს მათ არ აქვს რაღაცა პოლიტიკური მოთხოვნა, მათ არ აქვს რაღაცა გადაყენების ან გამოყენების მოთხოვნა, მათ აქვს თავიანთი წმენის და ზნეობის დაცვის მოთხოვნა. მეტი სხვა არაფერი, ამაში არანაირი პოლიტიკა არ იყო და ბუნებრივია ხალხი აღშფოთებული, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მოლაპარაკება მიდიოდა ერთგვარი აქციის მონაწილეებსა და იქ მყოფ ძალოვან სტრუქტურებს შორის, რომ არ მომხდარიყო ეს გეი აღლუმი, მაინც დრო იწელებოდა და ხალხმა ვეღარ მოითმინა მათ გამოთქვეს თავიანთი შეშფოთება თუ აღშფოთება, როგორც არის და გაიგო ეს პოლიციის კორდონი და აი ეს ადამიანები შევიდნენ თავისუფლების მოედნისკენ. ბუნებრივია იქ ვიყავით ჩვენს სასულიერო პირები, ავით თუ ეხლა რაღაც კადრები არის გადაღებული მიმონი, იქ ძალიან კარგად ჩანს თუ ვინ რას აკეთებს და როგორ იცი. რომ სასულიერო პირები განსაკუთრებით და ძალიან ბევრი ერის ადამიანი აჩვენებენ და აჩენებენ აი ამ ადამიანებს, ვინც იგინებიან, ილანძლებიან და რაღაც იქცევიან არაქრისტიანული საქციელით გამოირჩევიან. ბუნებრივია ეკლესია ვერასდროს ვერ შეეგუება უზნეობის ქადაგებას, უზნეობის პროპაგანდას, ჩვენ ყოველთვის წინ აღუდგებით აი ამ მდგომარეობას. ეხლა გუშინ რაღაც კომენტარები მოვისმინე. ღმერთმა ადამიანს ენა იმიტომ კი არ მისცა, რომ ზურგი მოიფხანოს ენით. და ძვალი განაიმიტო არ აქვს, რომ ყველაფერი ლაპარაკ. დადგებიან ეხლა ადამიანები მენტორული ტონით და დაგვისწრებენ ჭკუის დარიგებას. აი ესე რატო მოხდა, ესე რატო მოხდა, რატო ესე არ გააკეთეთ და თავად ზიან ტელევიზორიდან ესე უყურებენ შოუიდან მოყოლებს. აბა იქ ყოფილიყო. აი ამ პროცესში შევთქვი. და მე როგორი ლაპარაკობენ ამას. კიდევ მინდა თქვა, ეკლესია ვერ შეეგუება გარკვეულებას, უზნეობას, ასევე ეკლესია ვერ შეეგუება ადამიანის აჩაგვას, ცემას, გინებას, შეურაცხყოფას, ეს ბუნებრივია.
თუ კი გვიმე იგინებოდა და იჩხუბებოდა, ამას ეკლესიას ნურავი ნუ მიეწევს. წეღლანაც თქვი, იქ იყო ძალიან ფართო დაჭერილი საზოგადოება. სხვადასხვა ცნობიერების ასაკის ადამიანები. იქ იყვნენ მუსულმანებიც, რომლებიც აი ამ აქციას, ანუ ამ გეი აღლომს მოგვდნენ. იქ იყვნენ გრიგორიანელები, თავიანთი სომხური წარწერებით, რომლებიც მოგვდნენ გეი აღლომს. და ახლაში გადაგეთ არჩიე იქ ვინ იგინებოდა, ვინ ჩხუბობდა, ზოგიერთი ათეისტი იყო, გააეკლესიური ადამიანი იყო, სხვა ცნობიერის ადამიანი იყო და ეხლა აი კაი სიტუაცია ჩავარდა ხელში და დაიწყეს ეკლესიის ლანძღვა. აი ეკლესია მოაწყო შოროშნული გაშრობა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს ტყუილია და სიცრუე. როცა კი მოხდა იქ სასულიერო პირების შესვლა მოედანზე, როცა ეს LGBT საზოგადოება გავიდა მოედნიდან, მაშინ გამოცხადდა, რომ ახლა მივდივართ სამების ბაზარში და გადავიდეთ სამადლობელ და საღვედრებელ პარაკლისი. სამადლობელი პარაკლისი იყო, რომ არ შედგა ეს აღლომი და არა ის, რომ ვიღაცა იქცევა. ახლა ზოგიერთი ჭკუა ნაღწობა ადამიანმა ეს თქვა, რომ აიო, ნახეთ სამადლობელი პარაკლისი, რის სამადლობელი პარაკლისი იყო ესაო. რისი და რომ არ შედგა ეს გეი აღლომი. აი ამის სამადლობელი პარაკლისი. და ჩვენ ეკლესიის წევრები და მრევლი უმეტესობა, ვინც თავს თვლიდა ეკლესიის წევრად და ვინც მოწოდებული იყო იმისკენ, რომ რაღაც აძაბულობა არ მიყვარიყო, სწავლებით სამების ეკლესიაში. კიდევ მითხრა, რომ ეს ძალიან ფართო საზოგადოება იყო და ბუნებრივია ეხლა ყველას სამწუხარო ჩვენ ვერ გავაკეთებთ, მაგრამ აი ჩვენთვის რომ დაევდოთ ნება, როგორც ჩვენ ვაპირებთ ზოგადებას, იქ არაფერი არ მოხდებოდა. აი როგორც წერა თქვით, ჩვენი სამღვდელოება წინ წამოვიდოდით, აი როგორც გავაცოთ ეს აი კანონი რომ მიიღეს, მაშინ რომ აქცია მოეწყო, სამღვდელოება წინ მოდიოდა, იქ ძალიან ბევრი ხალხი იყო, უამრავი ხალხი იყო და არანაირი დაპირისპირება არ მომხდარა, არც პოლიციასთან, არც ფანჯარა ჩამკრებოდა, არც ვიღაცა შეუგინდა, რომ სამღვდელოება წინ მოუწყოდა ამ ყველაფერს. და როცა ეს სამღვდელოება გამოყვეს, აი ამ საზოგადოებიდან შეიძლება ის განგებ თუ როგორ იყო მე არ ვიცი, მაშინ იქ ყველაფერი დაიწყო. რა თქმა უნდა, დაუშვებელია და მიუღებელია, როცა ორ ადამიანს 10 კაცი ცემს. და საერთოდ არც კიდე ერთი ცენტრის ერთ ადამიანს დაუშვებელი და მიუღებელია. მიუღებელია და დაუშვებელია გინება, შეურაცხყოფა, ცოდვა, ცოდვით არ განიხილება. და სისხლით არ მოიბანება. მაგრამ ამას ეკლესიას ნურავი ნუ მიაწეს. ჩვენ თავიდან ვთქვით, რომ მოხდება დაძაბულობა. თუ კი მაინც შედგება ეს გეი აღლომი, თუ კი მაინც შედგება ეს სამარცხვინო მსვლელობა, თუ კი მაინც მოხდება ამისი ამ გარკვეულების პროპაგანდა და აფიშირება და ქალაქის მთავარ პროსპექტზე გავლა აი ამ ადამიანებისა ზარზე იმით, მაშინ იქ შეიძლება დაპირისპირება, აი მართლაც ასე მოხდა. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა? ვინც მოაწყო ეს აქცია? ვინც მოაწყო ეს აღლომი? ეს არის თავისუფლების ინსტიტუტი, მისი თავკაცით, ბოკერიათი და კიდევ სხვა ადამიანებით, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციას, თუ წინა სამთავრობო ორგანიზაციას იდენტობას და ასევე მათ, ვინც ვერში დაუდგა დიპლომატიურ კორპუსს. ახლა კიდევ გამოდიან და ჩვენ ჭკუას გვარიგებთ, ვაიმე ეს რამე ხდება საქართველოში, მზე დაბნევდა, ვარსკვლავები ჩამოიყარა, რომ გეი აღლომი არ შედგა. მადლობა ღმერთს, რომ ეს არ შედგა. და თქვენი ძალისხმევით, თქვენი დგომით, აი როგორც ქრისტიან ადამიანს შეეფერება და მიამაში გულწრფელად თქვენი არ იყავით იმის მონაწილეები, იგინებოდა და ასე შემდეგ. და ის ჩხუბობდა. მე ვიცი, მე რას აკეთებდა, მე დაგებად ვიცი.
ძალიან ბევრი შემოგზავნილი ადამიანები ვინც განგებ ამას ზაბავთ. ესეთი იარაღი არტმოდა მაბადეთან მომაზე ეკლესიას რომ აი ეკლესია მოძალადე შავდელი წეროსნები თუ კიდევ სხვა რა ვიცი ჯერ არავის თქვია მძულები თვალები კიდევ კარგი. ალბათ გიდაებოდა იმ თორე მაგაზე დაგუბრალეთ. ხოდა თქვენი იქ დგომით და ძალისხმევით მადლობა გმირს რომ ეს სამარცხვინო გეიაღლობი არ მოხდა. პასუხს გემდობათ ეკისრებათ როგორც უკვე თქვით აი ამ ადამიანებს აი ამ საზოგადოებრივ ჯგუფებს და გუში კომენტარი პატარა კომენტარი მომისმინე ის ბავშვები გააჩერეთ ცოტა ხანი რა ან გაიდგავი ხელი მეშლება მომისმინე ამ გიგა ბოკერიასი რომ უნდა სასულიერო დაისაჯო ამის გამო მე სულ გითხოვს როცა ეკლესიის კარები შეანგრიეს სადურთო მანქანით როცა ფერის თაზე ეკლესია დაინგრა როცა ჭოროხის ხიდზე ხაშურის ცენტრიდან თქვა ჯვარი აიღეს ტრაქტორს მოავდა და გაათრიეს იქიდან ამაზე მინდა გესვას პასუხს ვის ეკისრება ეს პასუხს გეუბნები მე აი ამ ნათქვამით იმას არ ვხარო კი ბატონო ყველა პასუხი ვაგოთ ავდგეთ და ნახოთ მართლა ვინ რას აკეთებდა იქ და ვინ როგორ იქცეოდა და ვინ იყო ინსპირატორი და გამომწვევი აი ყველაფერისა. რა თქმა უნდა ძალიან ცუდია როცა დაპირისპირება ხდება. მაგრამ რატომ ადენ ადამიანს ქვეში ამ რაღაცას ხო ყველა გეხვეწება იქ თხოვს. ყველა თხოვს. პატრიარქმა თხოვა, ეკლესიამ თხოვა, ამდენი ხანი გამოვიდა გეხვეწებიან მოდი რა ნუ ჩავატარებ. აი თხოვდით მოდი რა იქით წავიდე სადღაც შორს. იქ ჩავატარებ აი რა ქალაქის ცენტრში ამას ნუ გააკეთებიან. შევიდეთ თქვა რაღაცა შენობაში დახურულ ციფრში და კი ბატონო ასე ეს გააკეთე კაცო თავი ნება არა მაინც და მაინც აი ესე გამწარებულ გულზე ნაზდო რუსები რო იტყვია აი ესე მაინც და მაინც უნდა ესე გააკეთე რატო მათი ბიზნესები აი ეხლა უკვე ცნობილი ხდება ჩემთვის მათ რა თქმა განზრახული უნდა მომხდარიყო დაპრინციპი მე აეთ ეხლა ერთი ამბავი ვაიმე სოფლიოში საქართველოში შავდელი ძალები ძალებს იკრებენ ხდება რაღაცა საშინელება ხალხი იდევნება ვინ ვის დევნის კაცო ვის გაგვიგია და ვის დაუნახოს მე სამ ადამიანებს დევნიან ამიწყობენ პირიქით უფრო ახალისებენ მე გემანდელ საქართველოში მადლობა ღმერთს აი კიდევ ეკლესიის სიმტკიცე და არ შემიძლია ართვა პოლიციელების ძალისხმევა იქ სიტუაცია გამოხდა. კიდევ კარგი. იქ კი რაღაცები მოხდა სამწუხაროა, ძალიან სამწუხაროა. აი იქ რომ არ მოხდანიყო ეს გინება და დაპირისპირება, აი ვერაფერში ვერ მოგვედავებოდი. აი ვერაფერში. ეხლა რაღაცა პატარა ბიზნესი მიეცეთ სამოსით. და მე გუშინწინ გავისანი ეპისკოპოსი. მე უფერია გო. და მოგერთმესა და ნიმდამოცოს. კი ვიცნობდი მანამ მე გუშინ გავისენეს ადამიანი გუშინს და ალბათ სხვები იქ იმიტომ რომ მათ ვერ გაიგეს რა ხდებოდა ალბათ სხვები იქ იმიტომ არის მადლობა ღმერთს აი მეუფის აი ამ თავდადებამ შრომამ სამუდამოების იქ ყოფნა სიტუაცია კიდევ უფრო განმოხდა და მინდა კიდევ ამას ხაზი გავუსვა თუ გავსვათ ჩვენი გამოვასწრა და მივდივართ სამების ტაძარში. აი უნდა კეთილი ენებათ ამ ადამიანებს და წამოსულიყო სამებაში. და ვინც არ წამოვიდა სამებაში, მათი უკვე მისნელი გასაგებია, ვინც იქ რაღაც სიტუაციას უყურებდა. ვინც იქ იდგა და მათაც შეედა ის სხვა სიტუაცია, სხვა მდგომარეობა, მაგრამ ბევრი მათგანი განგება არ წამოვიდა. რაღაც თავიანთი ბოღმა თუ რაღაცა ესეთი მრისხანება გადმოეთხა ამ საწყალ ადამიანებს. იქ ვიღაცა იგინებოდა და იმუქრებოდა და მე ვთხარი კაცო შენ მაგას ხელი დაარტყა მე იქ ხელი პური მომნაჭა ის ხელი და მოდი და გადავაგდო მე რა
მაგას ხედავ როგორ უნდა შეიყო. აქ სხვენია ნამდვილად როგორ უნდა შეაგინო მაგას. მაგას რაღაც შეგინება უნდა თავისი გაჭირება არ ეყოფა. მაგას უნდა ვერთო შეიწყო და მოაყოლე ესე უნდა იყოს მასზეც. მასზე ხელი შეიძლება როგორ შეიძლება და ამის გავუკვირდა. ალბათ გავუხარდა კიდევაც. მესეთი რაღაცა მოვისმი. მე რა ხარ არის მაგრამ მე რა ხარ მაგრამ ყოველ შემთხვევაში იქ აი სამუდამო სულ ამას ვეუბნებით. ეხლა თქვენ ვიცი რომ გულებთ აი კომენტარებში რაც გექნება. ანუ შეძულებით. ნუ შეშფოთდებით. დაახლოებით 10-15 ადამიანი ვინც აი კომენტარებს აკეთებს საქართველოს მასშტაბით. შეიძლება 300 არასამთავრობო ორგანიზაცია გამოვიდეს. მაგრამ მათ 300 არასამთავრობო ორგანიზაციას 300 ხალხი თავში. დღეს საქართველოში ერთი კაცი ერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა. რაღაცა ფონდს ქმნის, აი 10 არასამთავრობო ორგანიზაცია, რაღაც ამის წინააღმდეგია და ის რა მოხდა, დაიღო რაღაც უზრდები. არ ერთხელ რამთუბლები, პირიქით, ისინი წახალისებულები არიან და ჩვენ ნუ ვაიზოლდებით. აი ამ რაღაცების კეთებას თორე მე საზოგადოება ჩვენ ვეღარ გავაჩერთ, ვეღარ დავაჩერთ. თქვენი ძალისხმევით, მე მინდა მადლობა მოგიხარო თქვენი იქ გომით და სწორი მოქცევით. შეიძლება ჩემი თქვენი ხმამაღალია, მაგრამ მინდა თქვა, აი გუშინდელი თუ გუშინწინდელი ჩვენი ყოფნით, სოფლიოში სიტუაციები შეიძლება. აი ნახავთ თუ რა. ახლა დაფიქრდებიან სერბები, ბულგარელები, რუმინელები და ეს თუნდაც ქართველებმა ეს შეძლეს. ჩვენ არ შეგვიძლია და მათთვის მაგალითი იქნება, რომ შეიძლება რომ ხალხი საზოგადოება გამოვიდეს და 21 საუკუნის გაგრძელებას წინააღმდეგ. აი დღეს ჩვენ აი ეს ხალხი ვინც გამოსული იყო ჩვენი ქვეყანა დინების საწინააღმდეგო წავით. ანუ 21 საუკუნის გაგრძელების დინების საწინააღმდეგო. ეს ღვთისმშობლის შეძენაა. ყველას და სამების კურთხევა და მადლობა ღმერთს ამისთვის. ყველას მე მადლობას გიხდით თქვენი ყოფნით. მე ვიცი თქვენში იქ რა ხდებოდა. ვიცი რომ კაცი რაღაცა აი ამ აგრესიას რომ ხედავს, ის აგრესიული ხდებოდა, ვიცი რომ თქვენი გიდიქით და შვიდად წყნარად რუსულობით და თქვენი გასაკეთებელს მართალი დგომით და მართალი ბრიტანული აკეთებთ. მერთმა თქვენი იდეა შეეწიროს, მერთმა დაბროსოთ და კიდევ ერთხელ მინდა თქვა, საქართველოში გეი აღლუმი არ გავა. ყოველ შემთხვევაში დღეს აი ამ საზოგადოებაში, დღეს არის საქართველოში გეი აღლუმი ვერ მოეწყობა. ხალხი ამას ვერ მიიღებს. 10 წლის მერე მერთმა არ ხავს. მაგრამ მე არ ვიცი რა იქნება. მაგრამ დღეს ეს საზოგადოება ამას ვერ იღებს და ვერც მიიღებს. და შეუძლებელია ამის მიღება. თუ ბოლომდეში ეს კეთდება, ის იქ სხვა საზოგადოება, სხვა ენია, სხვა ტრადიცია, სხვა ცნობიერება, ჩვენთან სხვა ტრადიცია. თუ გადამოწყობენ მერთმა არ ხავს სხვა ვერსიებზე, მაშინ კი ბატონო. მაგრამ შეიძლება კაცო 30 კაცის ფუშტურების გამო 30 კაცის აი ამ გაბოროტებული მაინც და მაინც რომ უნდა რაღაც თავისი გაიტანოს და კედელს რო ასწრება მაინც და მაინც რომ ესე უნდა მოიქცეს შეიძლება 30 კაცის გამო თემის საზოგადოების აზრებულებებს ხო შენ ხომ არ დევნით ამას მომაღლა ვიდა თუ არ არის ამისი ფაქტები რომ ვიღაცა თქვა სამსახურიდან გაუშვეს ჰომოსექსუალიზმის გამო თავრობაში არ უნდა მარმიცის დასში აი ესეთი რაღაც ხო არ მოხდა რაღაცას ესეთი რაღაცები ხდება უცხოეთში დემოკრატიულ ქვეყნებში აქ არ ხდება ეგეთი რაღაცა ჩვენ ადამიანს პატივს ვცემთ მაგრამ შეუძლებელი ეკლესია პატრიარქალურ საკუთრებას მაშინ ეკლესია აღარ იქნება ამიტომ მადლობა ღმერთს აი ამ ყველაფრისთვის რაც გუშინ წინ მოხდა გასაგებია რომ იქ რაღაც ბაზაბულობა იყო ადამიანები დაზიანდნენ ძალიან ცუდია რა თქმა უნდა ხა მას მე ამას არც უნდა ვამბობ ეს თქვენ ვიცით რომ ეს მიუღებელია და გაუშვებელია მაგრამ ის რომ
იქ მოკლა დაპირისპირება, ეს არის ორგანიზატორების პასუხისმგებლობა. კეთილი ვინებონ და პასუხი აგონ აი ამ აქციებზე, რაც მათ ჩაიგდეს. ისინი პასუხს ალბათ აგებენ სხვანაირად, უფრო მილიონერს მიიღებენ. ალბათ ეს იმიტომ მოვაწყეს, რომ კიდევ უფრო მეტი მილიონერი მიიღონ სხვადასხვა ქვეყნებიდან. და უკვე გაჩნდა სწორედ იდენტობა, რა ვიცი კიდე რაღაც ეს არასამთავრობო უკვე რაღაც 20,000 დოლარი მიიღეს და კიდევ უფრო რაღაც დიდ ფულს ელოდებიან მსხვერპლები, რომ რაღაცა 5-იანზე შეასრულეს თავიანთი ეს დანაბარები. არაფერი შემთხვევით არ ხდება, როცა ეს აქცია დამთავრდა, თბილისის თავზე ცისარტყელა გამოჩნდა. აი არც მეტი, არც ნაკლები იმდენს წვიმა არ ყოფილა საერთოდ, მაგრამ ჩანდა ჩვენი სამზმენიდან უბიდან თბილისის ცისარტყელა თბილისის თავზე. მაგრამ ერთმა ჩვენი ეს მოშორეობა შეიწირა, თუმცა კიდევ მინდა ერთხელ ვთქვა, არ არის სწორი ადამიანის ცემა და შეურაცხყოფა. მერტმა დაგვიცოთ და გადავიდეთ.